აჭარაში უხვინა ლექით გამოწვეულ დაზიანებებს დღემდე ბრძვიან დიდთოვლობის გამო რამდენიმე საბავშვო ბაღში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ნაწილობრივ არის აღდგენილი. 21 ბაღი აღსაზრდელების მიღებას მხოლოდ იანვრის დასაწყისში შეძლებს. დაწესებულებაში შექმნილმა პროცესებმა შენობაში განთავსებული სკოლაც დააზიანა, სადაც სასწავლო პროცესი ასევე შეჩერებულია. ვრცელს დანა ძაძამია მოგითხრობთ. შეჩერებული აღზრდელობითი პროცესი, დაზიანებული სახურავი და იატაკი, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სამზარეულო და საძინებლები. ეს მდგომარეობა ბათუმის 21 საბავშვო ბაღში ძლიერი წვიმისა და სახურავის დაზიანების გამო შეიქმნა. ბაღის 140 აღსაზრდელი სხვა ახლომდებარე ბაღებში არიან გადანაწილებული. მინდოდა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, აქ ეს აღზრდელო პროცესი სერიოზულად უშლიდა ხელს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე შევწყვიტეთ სააღზრდელო პროცესი აქ და ეს ბავშვები გადანაწილდა დაახლოებით 140 აღსაზრდელი გადანაწილდა ქალაქის ახლომდებარე ბაღებში, ეს არის 27 და მე-7 და მე-14 და მე-17 საბავშვო ბაღში. სახურავის დაზიანების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა იგივე შენობაში მყოფი კერძო სკოლა ახალგაზრდობაც. სკოლის წარმომადგენლების თქმით, დასრულდა წიგნები და სასწავლო ოთახები, შეფერხებით მიმდინარეობს სასწავლო პროცესიც. დაიწყეს მშენებლობა. წინააღმდეგი ჩვენ არც ითი არ ვეყავით მაგისთვის, მაგრამ ჩემი შემთხვევით დავდგი ტაშტები, რომ გამოვიდოდა წყალი. მოვედი შაბათ-კვირას არ ვიცოდი თუ იქნებოდა ასეთი მდგომარეობა, მოვედი დამიზიანდა ჩემი წიგნები, დამისველ და ნივთები ეს რაც საჭიროა ძველი ესენი არც ერთი არ იშონება ნორმალურ ფარგლებში ესეთი კარგი წიგნები იყო და ახლა ყველაფერი ამოეყარა პარკეტი ზემოთ ძალიან რთული მდგომარეობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღში დაწყებულია. პირველ ეტაპზე სახურავის და ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. სამუშაოების კომპანია თელა აწარმოებს, რომლის წარმომადგენლების თქმით სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ თვის ბოლომდე დასრულდება. ზიანებული საკმაოდ იყო, რამე თუ სამუშაოები ძალიან ბლომად არის, ძირითადად არის გარეფასადის სამუშაოები, მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სემიჯნავი ღობე, დეკორატიული ღობე და ტერიტორიაზე კეთდება დეკორატიული ფილები. სახურავი მთლიანად იცვლება. ქალაქის მერის თქმით, სახურავის და ეზოს მოწესრიგების შემდეგ ბაღში მცირე კოსმეტიკური რემონტი ჩატარდება. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დაწყება კი ბათუმის 21 საბავშვო ბაღში მაისში იგეგმება. რაც შეეხება იმავე შენობაში არსებულ კერძო სკოლას, ქალაქის მერის განცხადებით შენობა თვითმმართველობის საკუთრებაა და სკოლას ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით მიმართეს. ზაფხულში ჩვენ ორთვიანი, სამთვიანი დრო მაქსიმალურად გვეყოფა იმისათვის, რომ ამ შენობაში გამართული საბავშვო ბაღი წარმოვადგინო. წესით ეს ფართი არის თვითმმართველობის და მათ შეტყობინება გაეგზავნათ უკვე ნახევარი წლის წინ, რომ ეს ფართი გამოეთავისუფლებინათ, რათა ამ შენობაში ამოქმედებულიყო საბავშვო ბაღის სრული დატვირთვით. ასე რომ მათი პრეტენზია ამ შემთხვევაში არ მიიღება, მაგრამ მე მაინც გავერკვევის სიტუაციაში. შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის დროს ბათუმში რამოდენიმე საბავშვო ბაღი დაზიანდა. 27 და 22 ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა და ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ.